გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გადაცემა. დღეს ჩვენთან სტუმრად არის სკანდალური პაატა აბულაძე. გამარჯობათ ბატონო პაატა. მოგესალმებით. ავამძოთ კიდე. ავამძოთ ყველაფერი. ბატონო პაატა, სანამ მაგას დავიწყებდეთ, მინდა კითხოთ ერთი რაღაც, რომ დღეს ჩვენთვის, არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის არის საყურადღებო ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა უარი იმ პუნქტებზე ხელის მოწერაზე, რაც ურთიერთშეთანხმებას განსაზღვრავს და თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უყურეთ თემო ბატონო, უყურეთ აქ როგორ არის. ჩვენ ორი გადაცემის ადრე თქვით, რომ ამ კლოუნთან ზელენსკიმ ხედველობაში იურიდიულად მასთან ხელის მოწერა არის ფარატინა ქაღალდი. ეს განმარტა კიდევ მეათედ რუსეთის პრეზიდენტმა. მან მაგაზე არ არის ლაპარაკი, მან უფრო ლაპარაკი არის ხალხს რო აუხსნას ზუსტად. რაც 28 პუნქტი შესთავაზა ამერიკის პრეზიდენტმა, ამერიკის თეთრმასახლმა პუტინს თავიდან, მაგაზე დაეთანხმა. პრაქტიკულად მაგის შინაარსს ესე რო გადავიტანოთ, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი დაიშლება, ნატო გადის და უკრაინა შენი გავლენის ქვეშ არის. ეს ამას ნიშნავდა. ეგრეც იქნება ადრე თუ გვიან კაცო. არ იქნება მშვიდობით, გავაკეთებთ ამას, გავაკეთებთ არ მეშლება სიტყვა, გავაკეთებთ ამას ძალით. მეც იმ სამყაროს წევრი ვარ და მიტომ სხვებისგან განსხვავებით ენას არ უჩლიქავ. მთელი ჩემი ოჯახით. ესენი გაგიჟდნენ ეს ევროპელები, ამყრალეს ყველაფერი. მერეო ჩვენმა მედიებმა ისო ზელენსკიო დათანხმდაო, მერე იმან არ დათანხმდაო, მერე 19 პუნქტიანიო, მერე 22 პუნქტიანიო და მოკლედ იყო საინფორმაციო ნაგავი რა შემოყრილი. საიდან მერე ვითომ სატელეფონო ის რაღაცაო მოსმენები და რაღაც სიგიჟეებში გადავიდნენ. მარტივად არის საქმე აქ. ნუ ექნება ესე ვთქვათ, ჩვენ პატრონებს, ესე ვთქვათ, ლიბერალურ სამყაროს, ჩვენს პატრონებს, ეხლაც ჩვენი პატრონები არიან, იმის იმედი, რომ უკრაინით დამთავრდება ეს ყველაფერი. თუმცა მაგათ არაფერი იმედი არ აქვს, მაგათ ბრწყინვალეთ იციან, რომ მაგათი დღის წესრიგი მთავრდება აქ, იქ, ყოფილი უკრაინის ტერიტორიაზე. მაგათი მამაძაღლური ორგანიზაციების, აი ეს ევროკავშირი, ევროსაბჭო, ჟენევის კონვენციები, სტრასბურგები, მაიმუნობები, რაც არის, ესენი მთავრდება. ეს იციან და ამას რა თქმა უნდა ესე ადურად ვერ შეეგუებიან. რა თქმა უნდა, რამდენადაც იქ მათ შეუტევთ ჩვენ, იმდენად ისინი აქ ჩვენ თავის ვასალ ქვეყნებს უფრო ზეწოლას მოახდენენ. რა არის რომ აიძულონ როგორმე რუსებს კიდე პრობლემა შეუქმნათ. ერთმანეთზეა მიმბული ზუსტად ეგ. არაფერი არ გამოუვათ. კიდევ გეუბნებით, ერთი მტკაველი მიწას არ დათმობს რუსეთის ფედერაცია თავის საკუთრებას მიწებს გეუბნებით. ლვოვიო იქ რაღაცაო ის წყნარად იყოს ის პოლონეთი. ემან უცბად გემო არ გაგვეზარდოს და ვარშავა არ ჩავიგდოთ კიდე ხელში. ფრთხილად იყვნენ რა. იმიტომ მაგათაც ჩვენ როგორც ჩვენ მაგათაც აღარ აყავთ უკვე ნელ-ნელა პატრონი. ხდებიან მაგენით რომ მაგათაც უკვე აღარ ის პატრონი ვინც იყო ის პატრონი გადის მაგედან. ის ჯარი რო გაყავთ ამერიკელებს, ხუილა კი არ გაყავთ კაცო. ამიტომ მათ ეგ სამყარო მთავრდება. ესე ვთქვათ, მის ბოლო წლებს ითვლის, ხაფავს სულს, პირდაპირ გეუბნით, აი როგორც ეკონომიკურად, ისე ჯარით, ისე მორალურად, არავინ მაგათ, აი მითხარით ბოლო 3 წელი, სად იყო რომელიმე სერიოზულ შეხვედრაზე, აი ეს ევროკავშირის, მე მაგათ ვეძახი გეი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე. ან ვინმე რამე შეეკითხა, ან რამე გავლენა მოახდენს რაღაცა მოვლენებს, არაფერს არ ახდენს, გარდა იმისა, რომ ვრიდით, რო იტყვია. ერთადერთი ქვეყანა ჩვენა ვართ,
ვინც მაგათ კომენტარებზე რაღაცა ხელისუფლებას რეაქცია აქვს და გამოვარდებიან და რაღაცა კომენტარებს გაუკეთებენ, აი გამოვიდა კალასტიო და ეს განაცხადა ჩვენზე და ესენი აი რომ იყვებიან რაღაც ვის რაში ჭირდება ეგ თქვენი კომენტარი ან ქართულ საზოგადოებას ეგ გაინტერესებს ერთი კითხეთ აბა ერთი მაგას მაგ ქართულ საზოგადოებას რაღაც აინტერესებს ამაზე ალბათ ვილაპარაკებთ მაგრამ ეგენი ციმ სამყაროს წევრია თენგო მაგას ვამტკიცებ ჩვენი ხელისუფლების ნუ რაც არ უნდა მაგათმა ეცადნენ რეები არაკეთეს მაგრამ ნუ ეგენით მაგ სამყაროს წევრები არიან მაგ სამყაროში გამოზრდილები არიან ცუდია კაი ამას არ მომობ კაცო ეგ ხალხმა გადაწყვიტოს ცუდია თუ კაია მეგონები რომ ეგ ჩვენი ხელისუფლება არ არის ტრადიციული სამყაროდან წამოსული ანუ ქართულ წიაღიდან არ არის წამოსული ეს არის აი NGO-დან წამოსული კიდევ ერთხელ მომობ ამ მე შექმნილი ხო მე არ მომობ ცუდია თუ კაია ხო ეს მე ვილაპარაკობ რამდენად კაია და რამდენად ცუდია მაგრამ მეგონები რომ ჩვენი ხელისუფლების სამყაროც მთავრდება მანდა არავინ რო ხელს არ ართმევს მაგათ ტრადიციული სამყაროს წარმომადგენელი ერთი ორბანი ყავთ გადაკიდებული და თუ რაღაცა ესეთი კრიზისული ვიღაცა რო ეტყვის არავინ ხელს არ გართმევს და ორბანი სულ ორბანს გაიძახიან გაუჩმახეს საქმე ამ ორბანს რა რატო იცი მარტივ მაგალითს გეტყვი რო ვეუბნები ამ ხალხს რომ ხალხო აქ საელჩოებია აქ არის ჩინეთის საელჩო, აქ არის რუსეთის სექციის წარმომადგენლობა, აქ არის ბიჭო, ესენი რო ირანის საელჩო აქა. ბიჭო, რო გამოდიხარ. წინა გადაცემაში რო თქვი რომ კომუნისტურ ჩინეთში გაიქცა და დამაკნინებელი ესე დამამცირებელი იმაში რომ იხსენიებ და ამ დროს თავი მოგაკ ჩვენი პარტნიორია სტრატეგიული პარტნიორი ტყუილს ამბობ ჯერ ასე იმდენად ილაპარაკებს მაგდენი იმდენჯერ ილაპარაკებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია სიამოვნებაში რა არის თენგო იცი ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიული პარტნიორი მორჩა გამოვიდა ბოლო-ბოლო ერთი და თქვა რომ რაღაცა კაცო ესენი ძალიან აიწყვითეს და ემან რუსებს არ გადამკიდონო არა ბატონო თქვენი სტრატეგიული პარტნიორი არა ვარო დაჟე განმარტა რა სფეროშია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ეკონომიკაში კაცო ნუ ხა რა ვიცი ეს შეიძლება სახელმწიფო ექსპერტები ამტკიცებენ რაღაც სიგიჟეებს რომ აბა ერთი გაბედოს რუსეთმა აქ არა ყავს ჩინეთიო რაღაცა სიგიჟეებს რომ ამბობენ რა ამიტომ ჩვენი ხელისუფლების სამყაროც მთავრდება გადაერთვნონ ტრადიციულ სამყაროსა და მათთან აწარმოონ ურთიერთობა გამოცდილება არ აქვთ არ იციან როგორ არ უცხოვრიათ ტრადიციულ სამყაროსთან ერთად მთელი მათი 34 წელი მაგ ანუ ტრადიციულ სამყაროს ეძახოდნენ დიქტატურა ტირანია არადემოკრატია ადამიანის ფულები ირღვევაო ის ირღვევაო აბა ის ხო არ გინდათ ირანიზაცია ხო არ გინდათ აბა ბელარუსიზაცია ხო არ გინდათ აი ამ სამყაროში გაიზარდნენ არა და ვისაც მაგიებს ეძახოდნენ და ამ იდეოლოგიით გაზარდეს თაობები რომ აი აბა ბელარუსია გინდა შეუპატრო ერთი ჩადი ღმერთო იქამდე მიმიყვანე ბელარუსის ეკონომიკამდე ბელარუსის უსაფრთხოებამდე მიმიყვანე კაცო და განვითარებამდე ამიტომ აქ ხო ეს ელჩები უსმენენ კაცო ამას ანუ ნისვოიჩილავენ არ არის ჩვენი ხალხი შეიძლება ეხლა ურესურსო აქვთ ურესურსო ხალხი არა აქვთ ძალა და ამიტომ მოდი რა რომ ესე იყოს ეს სტატუს კო შევინარჩუნოთ მაგრამ ეს ხო დიდხანს არ გაგრძელდება ბატონ თენგო მოდი შეგიხდი ეს ხო დიდხანს ვერ გაგრძელდება ესე დიდხანს იმიტომ მთელი მსოფლიო რესტარტი მიდის ეკონომიკაში სამხედრო სფეროში კულტურაში სპორტში აი რა ვიცი ეგ ჩანს და ეთყობა მსოფლიოს უკვე რა გარდა საქართველოსი კაცო საქართველო მაინც დგას 2003 წლის ნარატივებით ცხოვრობს გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და არა კაცო ჩვენ კონსტიტუციიდან მაგას არ ამოვიღებთ ეს 60 ნატოს და იმის სოდომიზმში შესვლასო ევროკავშირშიო განაცხადა აი ამას ხო უსმენს კაცო მოგებული სამყაროს ლიდერები ამას ხო უსმენენ ხო დილით ხო ეტყვის ელჩი ხო მიუტანს კაცო რომ აი დღეს საქართველოში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა არა მე თქვენიანი არა ვარ
მე მივდივარ თქვენი მტრების ორგანიზაციაში და გავიწერე. ეს არის ჩემი იდეოლოგია. დიახ. აქედან გამომდინარე გეუბნებით, რომ საშიში ხდება უკვე, კაცო. საშიში ხდება იმდენად, რამდენადაც მე ყველა ანუ სიტუაციური მომხრეს აღარ გეყოლება. თუ ეს არ შეწყვიტე, ეს სიგიჟიანობა, ეს გიჟობები, რომელიც თვითონაც რო კითხო, ერთ-ერთი კამერის გარეშე რო კითხო, ისეთებს დაგილაგებენ, მეგონები აი ეს კონსერვატიული და იმ რას ლაპარაკობთ, სუფრაზე რო ცაცაგინდა ოჯახის იმაზე, კი ბატონო. რას უშობა ეს კამერა ამ ხალხს მე არ ვიცი კაცო. აი ამ ეს 28 პუნქტი რატო გეუბნებით? ეს 28 პუნქტი არის პირდაპირ ჯეხო პირდაპირ თქვა რუსეთი კიდო კაი სანამ მოვედი 1 საათის წინ იყო ბრიფინგი და კაია რომ ცოტა გვიან დავიწყეთ ეს გადაცემა რომ მოусმინეთ ამ ინფორმაციას რომ მოგესმინა. ამიტომ ყველაფერი ისე გრძელდება ჩემ და სამწუხაროდ ვინ და საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ რომელიც გაფაციცებით უყურებს უცდი და იქნა მართლა დამთავრდეს. სუფთა მამუშობლის იქნა გამომდინარე. ჩემთვის ახლა რა მნიშვნელობა აქვს როგორ დამთავრდება თავარია დამთავრდეს კაცო. ამიტომ იმას ვერანი ვერ დამწამებს რომ მე მაგის დასრულების წინააღმდეგი ვარ. პირიქით. რა თქმა უნდა, ეს შვილები იქ არიან და აი ეს არის იმ 20 მე ვთხოვ ქართულ საზოგადოებას აი ამ კუთხით შეხედოს. უკრაინაში არ წყდება კაცო ჯერ უკრაინა არ აგებს კაცო. უკრაინა კი არ აგებს, უკრაინის პატრონები აგებენ კაცო. ჩვენი პატრონები აგებენ, აი ჩვენი აგებენ ფიზიკურ ომს. ნატოს იარაღმა წააგო რუსულ იარაღთან. ამას ესე ეძახიან სამხედროები კაცო. ჩვენმა 34 წლიანმა სიგიჟემ წააგო, რა ვიცი, რომელიც გვეგონა რომ აი ნატოს ჯარი და იმათ შეიარაღება აქვს, რა ვიცი, ნახეთ აგერ 3 წელია ვერ აჩერებს ვერაფერი ამათ, ჩემებს. ანუ მაგ იარაღმა რო წააგო, აზრი ეკარგება უკვე ამ ორგანიზაციაში ყოფნის მნიშვნელობას. რატო? ეს ორგანიზაცია იმიტომ გვინდოდა რომ ყოფილიყავთ უსაფრთხოდ დაცული, ეკონომიკურად დაცული. ბიჭო, არც ერთია, ეხლა მაგაზე არც მეორე. მეორე რო არა, ეს ხო ხედავთ. ეს უსაფრთხოება. პირიქით მაგათან გაერთიანებამ და გაერთიანების სულმა დაანგრია 47 მილიონიანი ქვეყანა. რა თქმა უნდა. რა არის გაუგებარი? ასე რომ ეხლა ბოდიში თემოთეგო ეხლა ხო იცი როგორ ტალღაზე გადავიდნენ ჩვენები ესე ვთქვათ რომ ესე იგიო აი უკრაინაო აი აგებსო და იმედის ისინი ჟურნალისტები და რაღაცები და ესი ჩემ გვერდზე შედით გავაზიარე რა 2022 2023 2024 წელში გადაცემები როგორ მიდიოდა იცი აი უკრაინის დროშა ესე უკან იყო უკრაინის დროშა გახვიდოდი ყველა სახელმწიფო ადმინისტრაციულ დაწესებულებაში უკრაინის დროშები პარლამენტში ოცნება აი ესე მისცენ რო ქონდა ნამორდნიკები რა რას ძახიან პირბადე ხო ესენი უკრაინის დროშებში ეხლა როგორც კამილიონი რო დაინახეს ჩემებმა მაგათი პატრონების დედა უტირეს მაგათი დღის წესრიგი დავამთავრეთ და უფრო მალე დავამთავრეთ რომ ვიძებთ მაგათ წარმოუდგენიათ ხო ახლა ესენი გააქრეს და შედიან მაგრამ არ გამოვა თენგო იქ ჩვენგან გასხოვებით გიჟები არ ზიან კაცო არ ზიან გიჟები გასაგებია ეს არის მაგის რაც ბატონობა და ერთი რაღაც კითხვა მინდოდა აი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა შევეხო მამუკაფიბიას მეგობარს თუ ვიცი ახლა რასაც მეტყვი აბა მითხარ ორი ბიზნესი რო თქვა დია აი ატყდა ერთი ამბავი მე მქონდა მამუკასთან საუბარი რა თქმა უნდა მე გადაცემას უყურე თავიდან ბოლომდე სანამ შევიდოდა მაგ გადაცემაში ვესაუბრე კიდევაც რაღაცებზე ვისაუბრეთ რაღაცა პოზიციები შევათანხმეთ და უყურეთ სიტყვა ერის მამაზე ატეხეს ერთი ამბავი ბიძინა ივანიშვილზე თქვა. თუმცა ეს ამოჭრილია კონტექსტიდან და ეს ისე კი არა ნათქვამი რომ ბიძინა ივანიშვილი ერის მამაა. ერის მამას ჩვენ ვეძახით პატრიარქს.
იდება მის სახელს. და თუმცა ჯანმრთელად გულყოფოს. სიტყვა ერის მხსნელი უნდა ეთქვა. მაგრამ უყურე და იყო ლაპარაკი 2012 წელზე სააკაშვილის და აი რო იცვლებოდა და ეს რო შევიდა იქ დაშე იყო ლაპარაკი რო ბიზნეს ლიკვიდაცია უნდათ და ეს მე ქალბატონი ეკა ძალიან დიდ პატრიოტი ქალბატონი ეკას ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი ძალიან თავდაბალია ადამიანი მართლა მეოჯახე ხო ქალბატონი ეკას ხო გახსოვთ ეკამ რო თქვა რომ მე ჩაუდგებიო სათავეშიო აი ამ თემაზე იყო საუბარი და იქიდან ამოჭრეს კონტექსტი და კი შეიძლება სიტყვა ერის მამა მეც არ მომეწონა რა დასამალია მაგრამ ეხლა იმ ხალხს მინდა მკითხო ვინც ეს მეც მომწერეს იქა და მეც დამირეკეს ერთი წუთით კაცო ის ხალხი აკრიტიკებდა რომლებიც 2012 წელს ჩემთან ერთად ბატონ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე ვედექით და ჩემთან ერთად ვამბობდით ეს კაცი რო არ გამოჩენილიყო მხსნელი თვითონ მეუბნებოდნენ აი ახლა თვითონ მეუბნებოდნენ ეს მხსნელი რო არ გამოჩენილიყო პატაო რა გვეშველებოდაო გავიგე ცოტა არაკორექტულია ესეთი სიტყვა ერის მამა იმიტომ მამა და მამაო ეს ცოტა აბსტრაქტული ცნება რომელიც არის ჩვენი რა თქმა უნდა სამღვდელოება და ამიტომ და მაგრამ ამათმა როგორ დაიხიეს ხელი და ამათ ეგონათ ბიჭო მე კიდევ ერთხელ ვამბობ ბატონო თენგო ბიძინა ივანიშვილის რავი რო კითხო ხარ დაჭერი არ ვარ როგორ არა ვარ სანამ არ გამოვა ბიძინა ივანიშვილი და ამ არაბიზაციის მე ვიცი ხა ამიტომ ეხლა მე ვიტყვი რა სანამ არაბიზაციის საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს სანამ ამ ის რაც პარტიაში შიგნით ხდება ამაზე კომენტარს არ გააკეთებს მე უყურებ ჩემი გათვლებით და ჩემი რაღა იმით. ამიტომ მე მას არ გავაკრიტიკებ არასდროს ჯერ. თუმცა არის იყო საკითხები, როცა ბატონ ბიძინას არ მეთანხმებოდი და ვიყავი ესე ვთქვათ რესკი ოპოზიციაში. მოწინააღმდეგე. კი, ვიყავი კაც შიგნით დაჟე აი 16-ში, 17-ში, 18-ში, მაგი არ მიჭირს მე ეგეთი რაღაცეები რა. იმიტომაც შემარქვეს ოცნების ჟირინოვსკი. ხო, უყურე რატო ვამბობ? კაცი არის ჩუბა, ჩვენ ხო არ ვიცით კაცო რა ხდება. რა ხდება რა ეს უსაფრთხოების ქოლგა რომ მოგვეხსნა რომ ჩამოინგრა ეს ქვეყანა რომ ესე გდია აქ წინემაზე რომ ვილაპარაკ ესე რო გდია ყველა რეგიონის მოთამაშე გლობალური მოთამაშის გარდა ცდილობს როგორმე ეს ქვეყანა ჩაიდოს ჯიბეში და იქ ცოტა სხვა რამეზე აქ არ შეიძლება ესე ღიად ვილაპარაკო ახლა მე ამ თემაზე თუმცა ვილაპარაკეთ ჩვენ თურქეთზე ამას წინათ დიახ ამას წინათ ამიტომ შევეხეთ ამიტომ სანამ მამუკა ფიფიაზე ამას იტყვიან და კიდევ ერთხელ მამუკა ფიფი არის იმ სამყაროს წარმომადგენელი და იმ სამყაროში დიდ კარებების კაბინეტების კარებებს აღებს რომელიც დღეს პლანეტაზე ნომერ პირველი სახელმწიფო გახდა და თუ არ ვცდები ბატონი მამუკა რამდენიმე ათეული წელიწადია რუსეთში ცხოვრობს და აი სიტყვების მარაგში იქ დაიბადა თუ მეტეს სიტყვების მარაგში შეიძლება უცებ ვერ მონახა ის სიტყვა რომელიც გამოეკიდნენ ქართულად მეტი რა გვინდა მე აი ბატონო თქო ამას სანამ შემოვიდოდით იქ სტუდიაში იქ ვილაპარაკეთ რომ თვითონ ბიძინას არ უყვარს როცა მას აკულტებენ აი თუ დაუკვირდებით ხალხი აქციაზე რო ყვიროდნენ ბიძინა თვითონ იმდენად უხერ ვიცნობ მაგაც კაცო შიგნიდან ვიცნობ მაგაც რა ამიტომ ვიღაცა არ ცდილობს მამუკა არ ცდილობს ახლა ბიძინასთვის რაღაცა რას ლაპარაკობ ეგ ესეთი ტიპი არ არის მამუკა კაცო იმას ცოტა სხვა ისაც სხვა აბსტრალია რა აქედან გამომდინარე რომ ამათმა რო აიტაცეს ბატონ ბიძინაზე ერის მამა მაიცა კაცო სიტყვაზე ის თანაც იმ ხალხმა აიტაცა რომლებიც ბიძინასთან ერთად 2012 და ეს იყო კიდევ ერთხელ ხას უსმევ ეს იყო ლაპარაკი 2012 წელთან დაკავშირებით რო არ გამოჩენილიყო და გახდა უნდა ლიდერი კი არ გახდა უნდა ეთქვა ალბათ ვერ გადათარგმნა რუსულად მხსნელი მე ესე მგონია და უნდა ეთქვა რომ ეკითხება ჟურნალისტი ეს ლიდერი იყო ლიდერი გახდა და ლიდერი კი არ გახდა უნდა ეთქვა გახდა ერის და სახელმწიფოებრიობის მხსნელი. აი ეს უნდა ეთქვა.
და ეტყობა ვერ მოიფიქრე, ვერ გადათარგმნა ქართულიდან იმის ხო ეს და აქედან გავნე რაიმე კითხვას დაგისვამდეთ ეხლა მე თქვენ მინდა ერთი პატარა რაღაც წავიკითხო ზუსტად რომ არ შემეშალოს რა თქმა უნდა ვიცი მაგრამ მაინც მინდა სიტყვით წავიკითხო ერთი რაღაც იდეოლოგია რომელიც უპირისპირდება ეროვნულ თვითმყოფადობას და მსოფლიო მოქალაქეობის იდეას ქადაგებს ამას ქვია კოსმოპოლიტიზმი. ეხლა მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, სანამ კითხვას დაგისვამდეთ, მინდათ მოჰამედ ალაბარის ეს არაბული კომპანიის დამფუძნებელია, მისი სიტყვები წავიკითხო. ჩვენი მიზანია თბილისში ავაშენოთ არა მხოლოდ სახლები, არამედ შევქმნათ კოსმოპოლიტური თავშესაფარი. აი ახლა მიმიყვანეთ იმნაირ დასკვნამდე რომ რაღაც სისულელე წავიკითხე. ესე იგი ალაბარზე ჩესნი ადამიანი მე არ მეგულება. მაგაზე ჩესნი კაცი მე არ მეგულება. ეხლა მაგი თუ ჩვენიანი არ არის მე გასაგებია ხულობით ვაუ. ბიჭო ეს კაცი ხო არ ბალავს არაფერს. მინდაო ჩამოვასახლო 77%-იო აგერო ისლამური სახელმწიფოებიდანო ხალხიო და ეს სახელმწიფო მინდაო გადავაქციოო აი ეს რა თქვენ განმარტეთ კოსმოპოლიტიზმი ახლა მე როცა აქ ვთქვი რომ აქ ყველა როგორ არის ჩვენი ექსპერტები ჩვენი რა სახელმწიფო ექსპერტები ეს რა ქვია პარლამენტარები და რაღაცა სიგიჟეებს რო ლაპარაკობდნენ რომ გაფრთხილება რო უნდა და რო ვერ პრავდება თვითონაც იციან რო ვერ პრავდება გამოვა ეს ალაბარია თუ რაც არის ამათ ესე იგი რაღაცა სქემას ხო აწყობენ იმისას რა ქვია გაფრთხილების და ამის რაღაცა ხალხის მოტყუების გეგმა ხო აქვს რომ ესეთი შეფერილი გამოვა ეს ალაბარი და ჩამოუგრებს ხოლმე სულ. ერთი ამბობს პრემიერი, არა კაცო, არა, არაბებს არ მივყიდითო, არ მივყიდითო იქ ქართველებიო. გამოვიდა ალაბარი. აი პრემიერი რა ვიცი მე რასაუბრობს კაცო თქვენი პრემიერიო. აგერ მეგეუნები 60% ის არისო. ეს მე ჩვენი შიშები იყო რომ აი ეს იდეოლოგიას დაარტყავს იმას დაარტყავსო. გვიმტკიცებდნენ ბატონო თენგო უკვე ერთი თვეა გვიმტკიცებენ არა ფერი არ იქნება დავიცადო გამოვიდა ეს ალაბარი და ეს მათი კონსტრუქცია გაფრთხილების ჩამოუშალა პირდაპირ ქართველობას უტყავს რა პირდაპირ ხალხო ეხა სერიოზულად რო ვთქვათ რა გავიგე რომ მილიონერები აპრავებენ იმიტომ რომ მათ პირად ინტერესში შედის ესა გავიგე რომ სახელმწიფო ექსპერტები უხდიან ფულს პარტიიდან 100%-იან გეუნებით და გავიგე რომ ისინი წაправებენ. თუმცა თვითონ დარწმუნებულები არიან რომ სიგიჟეს ლაპარაკობენ. მაგრამ ნუ ფულის გულისთვის აკეთებენ. ეხლა ერთი წუთით მინდა კაცო აქეთ გამოხედოთ ამ ხალხს უთხრა ერთი რაღაცა. უყურე რა. არა მიკვირს კიდევ გულში მეცინება ფულზე როგორ ყველაფერი ხო არის კიდევ ნუ ახალი არაფერი არ არის ისა თენგო ფულზე ყიდნენ შვილებს ფულზე ყიდნენ ბავშვებს კაცო ამაზე უარეს ვაკეთებდით ადრე კი არა აი 16 დედა ყავდა გასამართლებული საკუთარი არასრულწლოვანები პორნოგრაფიაში მიიყვანეს კაცო გადასაღებად დაგავიწყდათ ამიტომ ესაც ანუ ეს არ უნდა იყოს ახალი ამბავი და გასაოცარი. ჩვენ ისტორიულად ესეთ რაღაცებს ვაკეთებთ, კაცო. ამიტომ მე მეუბნები ახლა ამ ხალხს, კაცო. ბიჭო. როცა ცხინვალში რაღაც ავტონომია რო შექმნეს და რაღაცა ხო შეიქმნა. მაშინ იქ იცამდენ ცხოვრობდა შიგნით. 5 ოჯახი არ ცხოვრობდა 20. დღეს სად არის ცხინვალი, ხო ვერ მეტყვით. და ვაფშე და 300,000 იყავით აფხაზეთში, კაცო, ქართველები. ხო, ეგ. ბიჭო, რატო ვამბობ ახლა ამას, კაცო?
შენ რო დღეს მე მიправებ, კაცო, სახელმწიფო იქნება თუ იქიდან იქნება, აქედან იქნება, თან მეუნები რომ მიწაკითხული არ მაქვს. ნახე რა, ანუ რამდენად შეურაცხყოფას მაყენებ, რომ შენ გონია რომ მე ისეთი დაუნი ვარ, რომ ვიცი რომ არჩენ არიცი შიგნით რა წერია, მაგრამ მიგაჩნია რომ მე მხოლოდ დებილი ვარ, რომ მე შენი ლაპარაკი უნდა ვჭამო. რატო იცი? ხო, ანუ რატო დაიგინე ესე თუ როგორ არის საქმე? არა კაცო, რა იცი, აი რო ეკითხები, რა იცი შენ რო ეს არა აი მან თქვაო, ვინ იმან თქვა თუ პრემიერმა? ჯო პრემიერმა რავი რო ხვალ აი ღმერთმა დიდხანს აწოწყლოს, მაგრამ მე რა ვქნა თუ? და მე რო აღმოჩნდეს ესე არ იყო? რო გადადგა ეს პრემიერი წავიდა სახში, წავიდა თავით გერმანიაში კაცო. პრობლემას თან წაიღებს თუ მე მიტოვებს? ანუ მე აქ იმაზე ხო არა ლაპარაკი რომ პირადად მე მეხებოდა. ბიჭო, ქვეყანას 3000 წლიან ქვეყანას ეხება კაცო. შეიძლება ჩემი ძალიან მიყვარს შეიძლება პრემიერი, კაი პატივსაცემი, მაგრამ ეს არის ურთიერთობა ჩვენ, მაგრამ ის რომ მე ქვეყნის ხვალინდელი 5-6 წლის მერე აქ რა მოხდება, ვინ რა იცის. რავი, ესე ფიქრობდა ლონდონიც. ჩვენზე განვითარებული, ჩვენზე დიდი პოლიცია ყავდა, ჩვენზე რა ვიცი, ნატოს წევრი ქვეყანა. და რა ვიცი, ეხლა პოლიციის შინაგან საქმეთა მინისტრი ისაყავთ. რა ქვია, იმიღაც კალი როა ეს. ხო. და ვაფშე ის მოიცადე რაგვარია შახია თუ რაღაცას ქართული ისა ის სპეცსამსახურის ისა მეტრეველია მო არ არის ის იმას ახლა ეგენი იყვნენ ფაშისტები და ქართველი ბანაკში როგორ საერთოდ ახლოს არ არის ქართველობასთან ახლოს даже არც მაგის გვარში არ არის მეტრეველი და 40-იან წლებში რო ესენი ბანაკში რო გაიქცნენ ამათ მაიღეს იქ ერთ-ერთი იმისი აი ბანაკში მყოფი ქართველების აქედან გაქცეული ქართველების გვარი კაცო გვარი მეტრეველი თორე ეგენი მართლა მეტრეველები კი არ არიან კაცო თეოლებრივი ფაშისტები იყო თანამშრომლობდნენ ფაშისტებთან კაცო მაგენი აი გერმანიასთან მოდი ისევ ამას დაუბრუნდეთ ამ არაბიის რაღაცა თემას არაბიზაციას ხო უყურე რა თენგო კიდე გეუნებით ძალიან ნაკლებად მგონია რომ მანდ არაბული ფული იყოს რატომღაც მგონია კიდე ერთხელ უბრუნდები და რო აღარ გამოგვივიდეს მესამე გადაცემა ერთ და იგივეს ლაპარაკი ძალიან მგონია რომ ეს არის თურქული ფული მარტივ კითხვას აქვს აი უყურე საქართველო კავკასია გლობალური მოთამაშე რუსეთი რეგიონალური მოთამაშე თურქეთი ახლა კიდე ერთხელ გეუნები 30 წლის განმავლობაში ამ გლობალურ მოთამაშესთან სამჯერ მქონდა მე შეიარაღებული კონფლიქტი. ამ გლობალურ მოთამაშეს ჯარი უყენია ჩემს სახში. ახლა გეკითხები თენგო შენ. შენ გინდა რომ რაღაცა შემოიტანო ფულით შენთან. პირველ რიგში ვისთან დაალაგებ? გლობალურ მოთამაშესთან და რეგიონულ მოთამაშესთან, ხო სწორია? რა თქმა უნდა, თურქეთთან და რუსეთთან. ანუ ჯერ ამათან ალაგებ და მე მოდიხარ ჩემთან ამ შეთავაზებით. ხო სწორია? იმიტომ რომ ფული რო არ დაგეკარგოს მარტივად. ხო, რა თქმა უნდა. რავი, მეოთხე ტურ დავიწყომი. ხო, გადაუტრიალდა შარიკი და აი, მორჩა რა. აი, გადაუტრიალდა შენი ფული. ხო, ანუ პირველ რიგში ხო, რაღაცა გარანტიებს იღებ, რაღაცას იმას იღებ, ხო? და ამის მერე მოდიხარ ჩემთან. ეს არის ლოგიკა. გავიგეთ რუსებთან დაალაგდებიან 100%-იან გევიდით, რუსები და ისლამური სამყარო ძალიან დაალაგებულები არიან ერთმანეთში. კითხვას ავსვავ, თურქებთან რა თემაზე უნდა დაალაგებული იყვნენ? აი, რა თემაზე აი უნდა შესთავაზო. ხო, აი, თუნდაც გამორიცხვის მეთოდით რო ვიმშეროთ. აი, რა შეიძლება თურქეთს ეთქვა, რომ კი ბატონო, შემოდი. და შენი ის გავლენა იყოს. თუ აი, როგორ აი ამიხსენით რაზე? ამ დროს თურქეთის საზღვართან ახლოს აშენებს ქალაქს. იქამდე ნახევარ მილიონ თურქებს ესე მესხები რო შეარქვეს ვითომ თურქი მესხები ხო რო შეარქვეს მესხები არავითარი მესხები ეგერ არიან კიდე აბულაძე არის მესხური გვარი და არავითარი მე თურქი არა ვარ კიდე ამიტომ უყურე და პარალელურად თურქები თურქულ პასპორტს ურიგებენ ამ წყალებში თურქ მესხებს დინამიკა შეხედე როგორ მოდის რა ტიპი არა ჩანს ვითომ ამ არაბულ თემაში მაგრამ
მოძრაობა დაწყებულია კი ბაქოში ის პარადი ჩაატარა სამხედრო არა იმას დიდგორობას ჩვენ პრეზიდენტსაც განუცხადა მე იტყვის რომ მე გითხარით თავიდან კი ბატონო თანაც უყურე რა იმდენად უყურე რუსეთთან იმდენად კარგად არიან დალაგებულები თურქები მე როდის ვამობდი აქა რომ ისი არ მოვიდეს საქმე რომ ჯეცი ჩვენს გარეშე ლაპარაკობენ აზერბაიჯანი თურქეთი რუსეთი ირანი ჩვენს გარეშე ლაპარაკობენ ჩვენზე კაცო ისო ჩვენ არაფერს არ გვეკითხებიან ნუ დაიბა არავინ არ დაუჯება ეხლა ან ჩვენ საგარეო მინისტრს და ლაპარაკს არ დაუწყებს რა არა აქ ის დონე და ის სტატუსი მინიჭებული არ არის მაგ სამყაროს წევრი და მეთო იმიტომ რომ ცუდია ან კარგია მაგას არ ვამბობ კაცო არ არის ეგ ჩვენი მინისტრი მაგ სამყაროს წევრი ნუ ასე რომ ვთქვათ იმ გუნდის წევრი არა ხო ტრადიციული სამყაროს წევრი არ არის უყურე როგორი წევრია მაგი წინა კვირას ლიტვა ლატვია ესტონეთის პოლონეთის საგარეო მინისტრები დეპუტატები იყვნენ ჩამოსულები რუსთაველზე გამოვიდნენ გათხოვილ კაცთან ერთად გერმანიის ავიდნენ ტრიბუნაზე სცენაზე და გადადგეს და აბა რევოლუცია მეიდანი და მოუწოდებდნენ ქართულ ხალხს ეკლესია მიდგნენ ეკლესიას და აკრიტიკეს გადის ორი კვირა სადღაც ფორუმი ტარდება სადღაც აღარ მახსოვს ის ქვეყანა გამოდის ლავროვი იწყებს ლაპარაკს პროტესტის ნიშნად დგებიან გადიან და ჩვენი ეს მინისტრი დგება და გადის და სად მიდის იცი დგება იმათ გვერდზე რომლებმაც ორი კვირის წინ მის დამხობაზე მოუწოდებდნენ და უნდა გენახა ერთი რა ღიმილიანი კონდათ ანუ ეს ხო განცხადება იმისა რომ მე არა ვარ იმ სამყაროს წევრი კაცო მე ვარ იმ სამყაროს წევრი რომლებმაც დღესდღეობით დედა ეტირათ ამიტომ უფრო ეს ჩვენს გარეშე ლაპარაკობენ მეთქი თენგო რატომ ვიცი ამიტომ რასაც ამას ვამბობ რომ არაბი და რაღაცა ესენი რო ხელ ჩამოუთმნი რუკაპაჟატნი რო იტყვია რა ანუ არ ჩინელებთან ნუ იბრალებენ ტყუილა კაცო ნუ იბრალებენ ყველაფერი ვიცით კაცო ვინც საჭიროა ვიცით იმ ჩინეთში რა ლაპარაკებიც იყო რა და იმ ბელარუსის ელჩმაც რაები გადმოგცეთ ყველაფერი ვიცით კაცო ვინც საჭიროა ვიცით ამიტომ ყველა ესენი ის რაც თურქეთს უნდა, რაც ირანს უნდა, რაც რუსეთს უნდა, რაც აზერბაიჯანს უნდა, ყატარს უნდა, ჩინეთს უნდა და აი ამ სამყაროს უნდა, ხო? ესენი ამას ვერ გააკეთებენ. იმიტომ რომ არ უნდათ. არ იციან. არ აქონიათ თავის ცხოვრების მანძილზე M კატეგორია ხალხთან, ამ კიტებთან არ ქონიათ არასდროს ესეთი ურთიერთობა მათთან ერთად. ანუ სოფხედველობა ეგეთი არა აქვს კაცო. ეხლა ამას ისი მოტვინავი რომ მე მაგათ ვაკრიტიკებ. აი როგორ გითხრა რა, ეხლა მე რო დამნიშნო დაუშვათ რაღაცის იმის დირექტორად აღთა, აი სამთო ქიმიის. ის დაწესებულება ერთოში აღარ იქნება კაცო. არ ვიცი როგორ მარტო, იმიტომ არ მქონია შეხება კაცო მაგასთან. ამიტომ უფრო ეს იცვლება სიტუაციაც მე მაინც მგონია რომ ვერ მოასწრებენ ამის აშენებას ყველა გათვლით ვერ უნდა მოასწრონ წესით ყველა გათვლით ვერ უნდა მოასწრონ თუმცა თუ როგორც მე ვფიქრობ რა შეიძლება აი სავარაუდოდ კიდე არ ვამტკიცებ სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს აი აქ ამ პროექტის უკან რა შეიძლება იმალებოდეს მე მაინც მგონია რომ თურქეთს უნდა რომ შექმნას აქ რაღაცა ისეთი საფუძველი რომ მე მას იურიდიული საფუძველი კონდეს რაღაცა ქმედებების დაწყების იმიტომ რომ იტყვის რომ იქ ძმაო ჩემი ხალხია და ჩემი მოქალაქეები არიან კაცო ეს რუსეთმა ეს რო გააკეთა ხედავ რომ გაამართლა კაცო საცა გააკეთა ყველგან გაამართლა რომ გაამართლა ეხლა ის დრო მოდის რომ ის უკვე პრავდება იმ დონეზე პრავდება რომ აი ეს 28 პუნქტზე ხელის მოწერა ნიშნავს იმას რომ რუსეთმა რაც გააკეთა ის გაპრავდეს კაცო არავინ არ კითხავს არც უკრაინელს და არც ზელენსკებს და არც ვიღაცას კიდე იქ ამიტომ აი ეს ხო არ არის ჩადებული მეთქი
ხმაურისთვის რა თქმა უნდა შემოგდებულია, რა ვიცი, არც გვესაზღვრება ვიღაცა არაბეთის იქიდან. ხო, ხდებით ანუ იმას უნდა ის სადაც შედის იქ ყველგან ხმაურია. არ არსებობს ქვეყანა ეგ შევიდეს და იქ ვიღაცა ვერცეთ ქვეყანას ვერ მომიყვანენ მეთქი ეს ჩვენი ექსპერტები რო გამოდია. ბიჭო, მაგალითისთვის ხო შეგიძლია თქვა რომ აი რატო ყვირი ხართ? აი დაუშვათ ჩორნოგორია, აი ჩერნოგორია ხო გააკეთა. ერთი მაგალითი მოიყვანეთ ეს წამლად, კაცო და ეს დაიხვიეთ ხელზე, როგორც ჩვენებს ორბანი რო აქვს დახვეული ხელზე. აი ორბანი ხო ძმაკაცო ხო ამბობენ, ყველა იმაზე რო გაუჭირდებათ. ბიჭო, თქვენც ერთი ქვეყანა დამისახელეთ რომელია, კაი, კაცო. სამწუხაროდ არ არსებობს მაგეთი. თან როგორ არის რა, ბიჭო. მილიონერი ხა არ მინდა იმ ადამიანთან ადრე ვახულობლობდი რა. გამოვიდა ტელევიზიით და რა იყო თუ ხალხო? 5 კენკელა იმას ვაშენებ კორპუსებსო. 5 კენკელა, ეგ 5 კენკელა არის 480 მილიონი, კაცო. ნიჩიოს მე არტიფრიზი ვერ გამომისვლია მაგანაში. შენ თუ მაგას კენკელას ეძახი, შეხო წარმომიდგენია იმის უკან აგიდებს. რამდენი კენკელა? რამდენი კენკელა გაყიდე? და ერთი ოფისი აქვს არაბეთში და მეორე ოფისი აქვს მოსკოვში. წარმოგიდგენია, აი ბიჭო, არ ვიცი რა ხალხია ესენი თო. ამიტომ ვამბობ რომ ბიჭო აქ გაანებით ამ ექსპერტების იმას აღარ შეეხოთ, იმიტომ რომ ასე მგონია ესენიც შეგნებულად აკეთებენ რომ აი აქ ვიტრიალოთ ამათი კრიტიკით არა კაცო პრობლემას ხო არა მე შემეთქი იმასე ვეუბნები. ამათ მაინც არავინ აღარ უსმენენ. ერთი ჯონდი ბაგათურიას ჰქონდა დღესაც მაგალითად ჯორჯიან ტაიმზე, აი გენიალური სხვათა შორის გაიმეორა, კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენი ინიციატივა რომ რუსეთმა ის თურქული ჯარი საზღვართან გადაწიოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეხლა ხო ამბობდი რომ მე ვამბობდი მაგას რომ ჩემი ვარაუდით. ეხლა კიდე გეუბნებით. ამას ვცვლით და გეუბნებით. ერთადერთი გამოსავალი არის ერთი რამე. გინდათ აშენება, აი ვეუბნები იმ სოდომიტურ სამყაროს. ხელისუფლებიდან სოდომიტურს რომ ანუ კაი ევროპულ სამყაროს ვეუბნები. თუ მაინც წყილ სიტყვა სოდომიტური. ჩემთვის მაინც სოდომიტურია. იმიტომ რომ 27 ქვეყანა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და 23-ს ერთქესიანი ქორწინება აქვს მიღებული. ამას სოდომის მექვია და რა გითხრათ ახლა მე კაცო. ვეუბნები მხარს, თქვენ ხო მაინც გინდათ კაცო ამის აშენება. ფულის კეთება ხო გინდა კაცო. აი 5 კენკელას კიდე 5 კენკელა ხო კიდე გინდა მიამატო კაცო. ბიჭო. ერთი მოძრაობაა გასაკეთებელი. ეს რუსული ჯარი დავაყენოთ თურქეთის საზღვართან კაცო. და მე აშენ რამდენიც გინდა? რამდენიც გინდათ მე აშენეთ და იყავით. ხმის ამომღები არა ვართ კაცო. მაგრამ თვითონაც კარგად იციან ეს ნაბიჯი გამოიწვევს საქართველოს უსაფრთხოების ძალიან დიდი ისტორიულ ხანგრძლივობაში გარანტიას ტერიტორიული მთლიანობას. პლუს ამას მაგათი გავლენების თურქული და რაღაცას ევროკავშირის და ეს მამაძაღლების ამათი სამყაროს გავლენების საქართველოში დამთავრებას წინვალეთ იციან მაგათ მეგა. ამიტომ მაგათ ურჩევნიათ კაცო ხა დიდი ამბავი თუ გამოსულმა და ეხლა ქვეყანა რა ბერე. აი იქ ხო შევიდეთ რა ის ხო იჯდა თბილისშიო. აი 300 წელი იყო. აი მერეო რა მერეო. ბიჭო რა მერე კაცო. კიდე რა მერე თო. გასაგებია. შვიდში. დიახ. 30-ში. დიახ. შვიდში კიდე ერთხელ გეუბნებით ქართველ ხალხს. არა მარტო ქართველ ხალხს. ჩვენ ძმებს მუსლიმებსაც. იმიტომ ისინი ჩვენები არიან კაცო. მარტო იმიტომ გამოდით რომ ჩვენ თავთან და ამ ქვეყანასთან ვიყოთ მართლები. რომ იმ არაბებს, იმ თურქებს ხელი ავაღებინოთ, უფრო თურქებს ხელი ავაღებინოთ ამ ქვეყნის ტრაგედიაში, მოსალოდნელ ტრაგედიაში. რომ მე იმათმა არ ათქვან კაცო რომ ბიჭო თუ არ გინდოდათ, რატო იყავით ჩუმად. გამოსულიყავით ქუჩაში და უკვე ამ პრემიერს ვეტყოდი კაცო, შენ ხო მითხარი აქ ერი მზად არის კაცო ინვესტიციისთვის. როგორ არის მზად? 9 მილიონი ხალხია ქუჩაში გამოსული და არ მთავრდება ამ ხალხის გამოსვლები. ეს არის შენი გარანტია? არ მინდა ძმაო შეთან ესეთი პროექტი და თვითონ გავიდეს კაცო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პაატა მოგზანებისთვის და ისევ განმეორდები 7-ში და 30-ში გელოდებით ქუჩაში ქართველ პატრიოტებს ეს იყო სპეციალური გამოშვება, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ ხუთშაბათამდე.